ბლუის სახლი ერთ-ერთი ყველაზე დეტალურად დახატული ადგილია ანიმაციურ შოუებს შორის, რომლებიც ახლა ტელევიზიაში გადის და უმეტესობა ყოველ ეპიზოდს ისე უყურებს, რომ ვერც კი ამჩნევს რა იმალება ფონზე. დღეს ჩვენ განვიხილავთ ყველა საიდუმლოს, ყველა დამალულ დეტალს და ყველაფერს, რასაც შოუ არასდროს უსვამს ხაზს ჰილერების ოჯახის სახლთან დაკავშირებით. სანამ კონკრეტულ დეტალებზე გადავიდოდეთ, მოდით ვილაპარაკოთ თავად ჰილერების სახლის განლაგებაზე, რადგან სახლის სინამდვილეში იცვლის დიზაინს იმის მიხედვით, რა სჭირდება ეპიზოდს. ოთახები იცვლება. ფანჯრები სხვადასხვა მიმართულებით იყურება და ავეჯი უცებ იცვლის ადგილს ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. მაგრამ არსებობს სტანდარტული განლაგება, რომელსაც შოუ ხშირად უბრუნდება და ამის ყველაზე ნათლად ნახვა შესაძლებელია ოფიციალური ჰილერების სათამაშო სახლის საშუალებით, რომელიც გვაძლევს სართულების მიხედვით სწორ განლაგებას, თუ როგორ არის სახლი რეალურად მოწყობილი. ჰილერების სახლი სამსართულიანია. პირველ სართულზე არის მთავარი მისაღები ოთახი, დიდი ღია სივრცე, ნარინჯისფერი დივანით, კიბე შუაში და დიდი ფანჯარა დივანის უკან. აქ ხდება ოჯახის ამბების უმეტესობა. ავდივართ მეორე სართულზე და აქ იწყება საინტერესო ნაწილი. სამზარეულო და სასადილო ზონა ორივე აქ, მეორე სართულზეა, რაც მართლაც უცნაურია თუ დაფიქრდებით, რადგან რეალურ ცხოვრებაში სამზარეულო თითქმის ყოველთვის პირველ სართულზეა. მაგრამ ჰილერების სახლში მთელი სამზარეულო, მათ შორის კარადები, ნიჟარა და სასადილო მაგიდა, ყველაფერი მეორე სართულზეა განთავსებული. და სერიალი ამას ნამდვილად ადასტურებს. ეპიზოდში პიცის გოგონები, სადაც სახლის ზემოდან ხედს გვაჩვენებენ და ზუსტად შეგიძლიათ ნახოთ, სად მდებარეობს სამზარეულო. და შემდეგ ზედა სართულზე არის აბაზანა და საძინებლები. ასე რომ განლაგება ასეთია: მისაღები ოთახი ქვედა სართულზე, სამზარეულო შუაში და საძინებლები ზედა სართულზე. უცნაურია, მაგრამ ეს არის ჰილერების სახლი და თუ დიზაინის ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ჰილერების სამზარეულო ამის ყველაზე დიდი მაგალითია. უმეტეს ეპიზოდებში სამზარეულოს ნიჟარის ფანჯარას სახლის გვერდით მხარეს უყურებს. ეს არის სტანდარტული განლაგება, რომელსაც ისევ და ისევ ხედავთ. მაგრამ შემდეგ ეპიზოდში დაბადებული გუშინ, როდესაც ჩილი სამზარეულოს ნიჟარასთან დგას, ის პირდაპირ ეზოში უყურება იმავე ფანჯრიდან, ეზოს ხედით, რაც სრულიად განსხვავებულია სხვა ყველა ეპიზოდისგან. და დიზაინი არ იცვლება მხოლოდ ეპიზოდებს შორის, ის ასევე იცვლება ერთსა და იმავე ეპიზოდშიც, რადგან დაბადებული გუშინში დასაწყისში სამზარეულოს ნიჟარა სახლის გვერდითი მხარისკენ იყო მიმართული, მაგრამ მდებარეობა სცენებს შორის შეიცვალა, რადგან სიუჟეტს სჭირდებოდა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ჩილი ეზოში იყურებოდეს. და ანიმატორებმა უბრალოდ ჩუმად მოაგვარეს ეს ისე, რომ ყურადღება არავის მიუქცევია. ეხლა მოდი სათამაშო ოთახზე ვისაუბროთ. ოდესმე დააკვირდი იატაკზე არსებულ ხალიჩას. ის ზუსტად კივი ხილის მსგავსად არის დაპროექტებული და სანამ სათამაშო ოთახს უყურებ, შეხედე უკანა კედელზე არსებულ სურათს. ეს ავსტრალიის რუკაა, სადაც გამოკვეთილია კუინსლენდი, შტატი, სადაც ბრიზბენი მდებარეობს. და თუ არ იცოდი, ბრიზბენი ის ქალაქია, სადაც სერიალი ვითარდება. ეს არის სერიალის ჩუმი გზა, რომ ზუსტად გითხრას, სად ვითარდება ეს ისტორია, ისე რომ ხმამაღლა არასდროს თქვას. ეხლა გადავიდეთ გოგონების საძინებელში. ზუსტად ისე, როგორც სათამაშო ოთახში, მათ საძინებელშიც ხილის ფორმის ხალიჩა, ამჯერად კი ის საზამთროს ფორმისაა. სათამაშო ოთახში არსებული კივისა და საძინებელში არსებული საზამთროს შორის ჰილერების სახლში ძალიან ძლიერი ხილის თემა იქცნობა. და ასევე შეხედეთ საწოლებს. ბლუის საწოლზე დიდი ასო B არის გამოსახული, რადგან ის უფროსია. ბინგოს საწოლზე კი პატარა B. ეს პატარა, მაგრამ ძალიან საყვარელი დეტალია. ეხლა მოდით ვილაპარაკოთ რაღაცაზე, რაზეც უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს. ბლუის შინაური ცხოველი ხავს, თევზი. მას შემდეგ რაც ჩილიმ სთხოვა ეზოში აუზის გაკეთება, პატარა აუზი გაჩნდა და შიგნით ცხოვრობს ნარინჯისფერი თევზი, რომელიც როგორც ჩანს, ბლუის საყვარელია. და გულწრფელად რომ თქვათ, ადვილი გასაგებია რატომაც. თევზი იგივე ფერისაა, როგორც ჩილი და ბინგო, რაც მას ოჯახში წევრად აქცნობინებს. ის ხშირად არ ჩნდება მთავარ სერიალში, მაგრამ შეგიძლიათ ნათლად დაინახოთ მას გვერდით მინისერიაში. და გადავიდეთ სახლის წინა მხარეს, რადგან თუ შეამოწმებთ ჰილერების საფოსტო ყუთს, მასზე ნომერი 2 ჩანს. ეს ნიშნავს, რომ ჰილერების ოჯახი ცხოვრობს ქუჩაზე ნომერ 2 სახლში, რაც მათ პირველ ლუცნომრიან სახლად აქცევს. ამიტომ ძალიან სავარაუდოა, რომ ჯუდა ცხოვრობს ნომერ 1-ში, ხოლო ლაკის ოჯახი ნომერ 3-ში. მაგრამ არც ერთი ეს ფაქტი შოუში დადასტურებული არ არის, თუმცა ნომრები იდეალურად ემთხვევა. გადავიდეთ სამზარეულოში. კუთხეში შეგიძლიათ დაინახოთ მარილისა და პილპილის საკრალები დახზე, ხოლო ზემოთ კედელზე ჩამოკიდებული ნიორის ნაცნავი ჩანს. პატარა დეტალებია, მაგრამ ბევრს ამბობს ჩილის, როგორც მზარეულის შესახებ, ხოლო მისაღებ ოთახში ყურადღება მიაქციეთ ანანასის ვაზას. ეს ანანასი უბრალოდ დეკორაცია არ არის. ის პატივისცემაა ლუდო სტუდიოსადმი, ანიმაციური კომპანიისადმი, რომელმაც ბლუი შექმნა. ანანასი ლუდო სტუდიოს სიმბოლოა. ასე რომ ყოველ ჯერზე, როცა ბლუიში სადმე ანანასს დაინახავთ, ეს სტუდიის ჩუმი ხელმოწერაა შოუზე. სასტუმრო ოთახში რომ გადახვალთ, შეხედეთ ტელევიზორის ქვემოთ მდებარე ადგილს. ბენდიტი იქ ქვას ინახავს, რომელზეც ძაღლის თათის ანაბეჭდია დატოვებული. და რადგან ბენდიტი არქეოლოგია, ეს თითქმის უეჭველად ნამარხია. უძველესი ძაღლის შენახული ანაბეჭდი, რომელმაც მილიონობით წლის წინ ტალახში ფეხი შედგა.
ის ჰილერების მისაღებ ოთახში დევს, როგორც ჩვეულებრივი დეკორაცია, მაგრამ სინამდვილეში ეს პრეისტორიული ისტორიის ნაწილია. და ახლოს მდგომი ყვავილის ქოთნის გვერდით ასევე დევს ძაღლის ძვალი, რომელიც ბენდიტმა ოჯახს თავისი ერთ-ერთი სამუშაო მოგზაურობის შემდეგ უჩვენა. თუ ყურადღებით დააკვირდებით, მას მინი ეპიზოდ არქეოლოგიაშიც კი შეამჩნევთ. ასევე მისაღებ ოთახში, ოთახის ერთ მხარეს არის ჩილის მამის ჩარჩოში ჩასმული ფოტო, როცა ის ახალგაზრდა იყო და სამხედრო ფორმა ეცვა. და მეორე მხარეს, კართან ახლოს, არის ჩარჩოში ჩასმული ჯვარი, რომელიც როგორც ჩანს, ვიქტორიის ჯვარია, სამხედრო მედალი, რომელიც ჯარისკაცებს განსაკუთრებული სიმამაცისთვის ენიჭებათ ბრძოლაში. ჩილის მამა ომში იბრძოდა და ამისთვის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო მიიღო და ჰილერების ოჯახმა ჩუმად განათავსა, როგორც ფოტო, ისე მედალი მისაღები ოთახის კედელზე, ისე რომ არც ერთ სერიაში ამას ყურადღება არ გაუმახვილებია. ეზოში პატარა ხეა, რომელსაც თვალშისაცემი წითელი ყვითელი ყვავილები აქვს. ამ ხეს ფლამბოიანი ქვია და ცნობილია თავისი განსაკუთრებულად მკვეთრი წითელი ყვავილებით, რომლებიც მცენარეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ბინგო სინამდვილეში პასუხობს კითხვას, რა ხია ეს ბარბეკიუს ეპიზოდში, მაგრამ ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ უმეტესობა ამას სრულიად გამორჩება. და როცა იმავე ეპიზოდში ეზოს უყურებ, დააკვირდი ერთ-ერთი ყვავილის ქოთნის უკან, კადრის ზედა ნაწილში. იქვე ზის კრაზანის ბუდე. ბანდიტმა მართლა უნდა მიხედოს ამას, სანამ რომელიმე გოგონა იბოვის. გარაჟში, რომელიც იშვიათად ჩანს შოუში, რამდენიმე საინტერესო დეტალია ფონში დამალული. იქ არის Surfing is Dapa, ანანასის დიზაინით, რომელიც როგორც უკვე ვიცით, Ludo Studios სიმბოლოა. ასევე არის ჰოკეის თასი, რომელიც თითქმის დარწმუნებით ჩილის ეკუთვნის, რადგან სპორტი ძალიან უყვარს. კუთხეში კი ძველი რადიო დგას, რომელსაც ბანდიტი აშკარად არასდროს იყენებს. გარაჟი მთელ სერიალში მხოლოდ რამდენიმე წამით ჩდება, მაგრამ ამ რამდენიმე წამშიც კი დეტალები შესამჩნევია. სერიაში ფერიები კედელზე ბინგოს ფოტო კიდია. თუ კარგად დააკვირდებით, ბობ ბილბი სწორედ მის გვერდითაა ფოტოზე. ეს ნიშნავს, რომ ფოტო გადაღებულია იმ კონკრეტულ შაბათ კვირას, როცა ბინგომ სკოლის მასკოტი სახლში წამოიყვანა. სახლი რეალურად იცვლება და განახლდება იმის მიხედვით, რაც წინა ეპიზოდებში მოხდა, რაც ანიმაციური შოუსთვის საოცარი დეტალიზაციის დონეა. რაც შეეხება კედელზე ჩამოკიდებულ ფოტოებს, ერთ-ერთზე ბენდიტი და ჩილი ტაჯ-მაჰალის წინ დგანან. ეს ფოტო მაშინ არის გადაღებული, როცა ბლუი და ბინგო ჯერ კიდევ არ იყვნენ დაბადებულები. იმ დროს, როცა ბენდიტი და ჩილი ერთად, როგორც წყვილი, ინდოეთში მოგზაურობდნენ. ეს მათი ცხოვრების მთელი ერთი თავი იყო მშობლობამდე, რომელიც ჩუმად კიდია კედელზე, ფონზე და ამ ბოლო დეტალისთვის დავბრუნდეთ სამზარეულოში. სერიაში ბინგო სამზარეულოში არის კარადა, რომლის გვერდზეც ცარცით გაკეთებული ნიშნებია. ეს სიმაღლის გაზომვებია. ჩილი ჩუმად აკვირდებოდა, როგორ იზრდებოდნენ მისი ქალიშვილები წლების განმავლობაში, ზუსტად ისე, როგორც მშობლები რეალურ ცხოვრებაში. ეს პატარა დეტალი, რომელიც ყველაფერს ამბობს იმაზე, როგორი დედაა ჩილი. და მის გვერდით კედელზე არის ნახატი, სადაც აშკარად ჩანს ბლუი და მისი კანადელი მეგობარი ჟან ლუკი, რომლებიც გვერდ დგანან. შეგახსენებთ, რომ მაშინაც კი როცა ჟან ლუკი სერიაში არ ჩანს, ის მაინც ბლუის სამყაროს ნაწილია. მის სამზარეულოს კედელზე, ზუსტად იქ, სადაც მისი ოჯახი ამას ყოველდღე ხედავს. ჰილერების სახლი უბრალოდ ფონი არ არის. ეს არის ისტორია, რომელიც თითოეული დეტალით ყვება თავს და როგორც ყოველთვის, შემდეგ ვიდეოში შეგხვდებით.